ძალიან სასიამოვნო რამეა, როდესაც უკვე ასაკში შესული შვილი გემეგობრება. ალბათ მაგისთვის ვიღწვით მშობლები, რომ მაგას მივახციოთ, როდესაც უკვე შვილი გაიზრდება და მამაშვილობის რაღაც ასაკი როგორ შეიძლება რომ შემცირდეს, მაგრამ უკვე მეგობრობის პერიოდში რო გადადის, ძალიან მაგარი განცდაა, რომ შვილი არის შენი მესაიდუმლე. ხშირად გვიწევს ხოლმე ფსიქოლოგების ჩაწერაც მათ შორის ამ მამების დროში, რომლებიც უმეტესად ამბობენ, რომ თინეიჯერობის ასაკში შვილები შორდებიან მშობლებს, მაგრამ ეგ მომენტი შენც გავსვლადო და მეც რომ ჩვენი შვილები თინეიჯერობის ასაკში არიან, მაგრამ ურთიერთობა მაინც გვაქვს ასე თუ ისე და ძალიან მიხარია. აი ეს თინეიჯერობის ასაკი ნინიკოსთან როგორ გადავახედავ ეს სირთულეები თუ ძალიან გამიხარდა. ხატიაც არის თინეიჯერობის ასაკში. ეხლა ხატია თინეიჯერობის, მათ შორის 10 წელია სხვა შვილებს შორის და როგორი მკაცრი განსხვავებაა. ორ თაობას შორის ნინიკო 24-ის არის და ნინიკო არტისტია, უკვე როლები აქვს, უკვე შრომობს რაღაც მიხდი და ხატია კიდე პანკია, ისე რა ქვია, ხულიგანია, მუსიკოსია, ეს მოსწონს რა. მეტავის გავს მუსიკის სიყვარული. არის ალბათ მამაჩემს. არის ისი თქმა მინდა ამითი რომ თქვენი კითხვა რაშიც იყო ყოველი ახალი თაობა ჯობია წინას. ეს არის 100%-იანი. ნინიკო არის ისეთი შვილი, მსახიობი გოგოა, თავის ცხოვრება აქვს, მარჯანიშვილის არტისტია, თავისი გრაფიკი აქვს, თავისი ხო? და იმდენად ითვალისწინებს ამ ჩვენს ცხოვრებას, თავისწული მოვლას. ძაღლიდან დაწყებული ადამიანები დამთავრებული ყველაფერს ასწრებს. ეხლა როგორია ხატია პატარა, ხო, 14 წლის. მე ვგზნობ, რომ ეს გადაგვარჩენს. მაგრამ ბობოქარია, მიხდი. არაფერი არ ეტევა მასში, ის წინ არის ვიდრე ჩვენ. მე უფრო ვცდილობ დავეწიო, ის კი არ დავკაჩო უკან. რახან ესეთი მოთხოვნები აქვს, ესე იგი ეს ძალიან წინ არის. როგორც ადამიანი, აქ არ არის გოგოზე და აი ჩვეულებრივი ადამიანია. ეს და აი მუსიკაზე კითხვები ქონდა, ეხა რეპეტიციებს, სარეპეტიციო გამაკეთებინა სახლშივე. და რეპეტიციებს მოყავს, მიყავს ეს ჯგუფები რაღაცებს კრიბავენ, ეძებენ ერთმანეთს და კითხვები რა აქვს ჩემგან განსხვავებით. მე სხვა კითხვები მქონდა, მას სხვა აქვს. სწორია? აი ესე გიყურებს პირდაპირ თვალებში. ამათ არ აქვს კომპლექსი ახალ თაობას. საერთოდ არა. ამას აინტერესებს ლეველი სიცოცხლის რა და მოსწრება დროში. რაც ჩვენ არ გვაქვს. რაც ჩვენ ჩვენ ვფიქრობთ ის რას იტყვის. ხო, ზუსტად იმაზე ვაკეთებ სწორებას. ის რო იტყვის, ისეთი ასიანი შეიძლება ვწდები, მაგრამ მე მგონია რომ ეგ არის. ისე მეუბნება. რატო აქვს ფანდურს დაბალი ხმა და რატო აქვს თქვაცი ამა ეს პიეჟი. ეს ბევრად ჩქარია, ბევრად ჩქარა უნდა შედეგი, არცალია. არასდროს არცალია. გაიგე რომ ეუბნები ამ პატარას. მოიც ეხლა სულ საქმეში. ხო და ესენი მგონია რომ ბევრად მაგარი შვილები არიან პატარები. არ უარყოფ დიდებს, მაგრამ დიდები მაინც მორჩილები ვართ და მამა, დედა რაღაცების გათვალისწინებაში ვართ. ასე მგონია ჩემ გოგოებზე საუბრობ. მე მგონია რომ ყველა ერთს ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს არის მოვლენა. ჩემთან კი არა, სამყაროში თვითონ და მგონია რომ ესე არის.